უკვე რამდენიმე დღეა განხილვის თემაა BBC-ს მიერ გამოქვეყნებული ფილმი, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობამ 2024 წელს აქციების დასაშლელად სავარაუდოდ ქიმიური ნივთიერება კამიტე გამოიყენა. საკითხზე დღეს ისაუბრა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ. ის გამოყენებული იყო კამიტი, ეს არ შეესაბამება სიმართლეს და არის მტკნარი სიცრუე, გამოყენებული იქნა ის საშუალებები, რაც არის კანონით გათვალისწინებული, თქვენ ერთი წელი აქ თხოვენ სახალხო დამცველიც და NGO-ები. გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ჩვენ გვაქვს ყველა დოკუმენტი და ბატონმა მინისტრმაც გამოაქვეყნეთ, რომ ყველა საშუალება რაც იყო გამოყენებული, ამ შემთხვევაში იყო შესაბამისი სტანდარტების. რატომ არის პრობლემა ამ ორი დასახელების ფხვნილის გამოქვეყნება? ყველა იმ დოკუმენტს, რომელიც გამოძიებისთვის იქნება საინტერესო და რელევანტური, იქნება წარდგენილი გამოძიების წინაშე, შინაგან საქმეთა სამინისტრო და პოლიცია იყენებს ყველა იმ საშუალებას, რაც არის კანონით გათვალისწინებული და იმ სტანდარტების შესაბამისი, რაც გათვალისწინებულია. თქვენ შესწავლილი გაქვთ ეს პოლიციო დანაყოფები. რაც შეეხება გამოყენებამდე შესწავლილებას, აღნიშნულზე მიმდინარეობს გამოძიება, ყველა საჭირო მტკიცებულება, რომელიც აინტერესებს საზოგადოებას და თითქოს ის ფაქტი, რომ რაც ასე თქვა ჟურნალისტის ვარაუდებს ეყრდნობა და საუბარი იმაზე, რომ თითქოს და იყო გამოყენებული კამიტი არის მტკნარი სიცრუე, არ ყოფილა გამოყენებული, არც ქონია არასდროს შინაგან საქმეთა სამინისტროს. თემაზე დღის განმავლობაში გაკეთდა პოლიტიკური განცხადებები. ჯიმის პრემიერისგან, ეგრეთ წოდებული პრემიერისგან მოვისმინეთ ფაქტობრივად აღიარებითი ჩვენება იმისა, რომ მათ მართლა აქვთ ის კონკრეტული საშუალებები, ქიმიური საშუალებები, რომელიც გამოიყენეს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. ეს არის მტკიცებულებები, რომელიც მტკიცებულებებიც კიდევ უფრო ამყარებს BBC-ს სიუჟეტს. რაც შეეხება მათი მხრიდან თავდასხმა კონკრეტულ მედია საშუალებაზე, რომელიც არის კიდევ ვიმეორებ ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული დღეს მსოფლიოში, არა მარტო იმ კონკრეტულ ქვეყანაში, სადაც ფუნქციონირებს. ეს არის ჩვეულებრივი რუსული ნარატივი, მათი რუსული ქმედების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. ჩვენი შეფასება არის მარტივი. იმდენად მძიმე დანაშაულთან შესაძლო, რა თქმა უნდა. დანაშაულთან გვაქვს საქმე, როდესაც გამოყენებულია და ეს დაადასტურა თავადოცნებამაც. გამოყენებულია უკანონო, ანუ კანონით აკრძალული ქიმიური იარაღი მშვიდობიანი პროტესტანტების წინააღმდეგ, რომ ეს სათანადო გამოძიების გარეშე არ უნდა დარჩეს. ეს არის ჩვენი პოზიცია. არც ერთი ნივთიერება, რომელიც გაურიეს. არც ერთი საკითხი, რომელიც ამასთან არის დაკავშირებული, გამოძიების მიღმა არ დარჩება და რაც მთავარია, თქვენი ყურადღების მიღმა არ დარჩება და კიდევ უფრო რაც მთავარია. ასეთი დარწმუნებულები რომ არ ვიყოთ, საერთაშორისო სასამართლოებში კი არ წავიდოდით საჩუქრების დასაწერად. წავალთ. ჯერ BBC-სთან გავარკვევთ იმ საკითხს, რომელიც არის ბრიტანეთის კანონმდებლობით მიღებული, როდესაც პრესასთან პირველი ნაბიჯი გადასადგმელი ამის გასაკეთებლად იმ სპეციალურ ორგანოსთან. და თუ ისინი სამართლიანად არ მოიქცევიან, რა თქმა უნდა, სასამართლოსაც მივაკითხავთ. ჰელსინკის კომისია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში წყლის ჭალთან ერთად ქიმიური ნივთიერების შესაძლო გამოყენების სკანდალს საგანგებო განცხადებით ეხმაურება. ჰელსინკის კომისია მოუწოდებს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას და მათ მოკავშირეებს, რომ გადაამოწმონ BBC-ს ჟურნალისტურ გამოძიებაში ნახსენები ფაქტი და დადასტურების შემთხვევაში შესაბამისი სანქციები დაუწესონ პასუხისმგებელ პირებს. ბოლოდროინდელი ცნობები იმის შესახებ, რომ ქართულმა ოცნებამ გასულ წელს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა, ღრმად შემაშფოთებელია. ამ ქიმიურმა თავდასხმებმა დაზარალებულებს დამწრობები და ჯანმრთელობის გრძელვადიანი გართულებები დაუტოვა, რაც წარმოადგენს ადამიანის უფლებების კუთხით ნაკისრი იმ ვალდებულებების დარღვევას, რომელთა დაცვაც საქართველოს ხელისუფლებას ევალება. მსგავსი ქცევა ქართულ ოცნებას რუსეთისა და ჩინეთის იმ კორუმპირებულ მმართველებთან ერთ რიგში აყენებს, რომლებსაც საკუთარი ხალხის ეშინიათ და ძალაუფლების შესანარჩუნებლად არაფერზე იხევენ უკან. მოვუწოდებთ აშშ-ს მთავრობას და ჩვენს დემოკრატიულ მოკავშირეებს გადაამოწმონ ეს ცნობები და შესაბამისი სანქციები დაუწესონ პასუხისმგებელ პირებს. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ კონგრესში ჩვენს კოლეგებს მიიღონ მეგობარი აქტი, ორპარტიული კანონმდებლობა, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს დამატებით ინსტრუმენტებს მიანიჭებს ქართველი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლის მხარდასაჭერად. ნათქვამია ჰელსინკის კომისიის ლიდერების განცხადებაში. ეროვნული ასამბლეის დეპუტატი იზაბელ როში BBC-ს ჟურნალისტურ გამოძიებას ეხმიანება. BBC-ს რეპორტაჟმა აჩვენა, რომ ძალოვან სტრუქტურებს შესაძლოა გამოეყენებინათ პირველი მსოფლიო ომის პერიოდით დათარიღებული ქიმიური აგენტი ანტისამთავრობო მანიფესტანტების დასარბევად.
ეს ნივთიერება აკრძალულია ქიმიური იარაღების საერთაშორისო კონვენციით და იწვევს დამწვრობას, სასუნთქი გზების დახშობას, ღებინებას რამდენიმე კვირის მანძილზე. ამ ჩვენებებმა, რომელსაც ხელისუფლება უარყოფს და ამასთანავე აიძულა ისინი დაეწყოთ ოფიციალური გამოძიება, აჩვენა სამწუხაროდ ის უფსკრული, რომელშიც საქართველო ამ ბოლო ხანებშია მოქცეული. წყვეტა სამართლიან სახელმწიფოსთან, წყვეტა სამოქალაქო თავისუფლებასთან, წყვეტა ევროპულ ღირებულებებთან. ამბობს იზაბელ როში. განცხადებას ავრცელებს პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი და შეშფოთებას გამოთქვამს ქიმიური ნივთიერების პოტენციური ზემოქმედების გამო. IPI შეშფოთებულია ჟურნალისტებზე ქიმიური ნივთიერების პოტენციური ზემოქმედების გამო, რომელიც სავარაუდოდ საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა საპროტესტო აქციების დასაშლელად გამოიყენეს, რაც BBC-ს ბოლოდროინდელი გამოძიების შედეგად გამოვლინდა. გამოძიებამ მტკიცებულებებით აჩვენა, რომ მთავრობამ გასულ წელს ანტისამთავრობო დემონსტრანტების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა. რაც სავარაუდოდ ჟურნალისტებზე, რომლებიც აქციებს აშუქებდნენ, ზეგავლენას მოახდენდა, ნათქვამია განცხადებაში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების დროს თავდასხმა სულ მცირე 91 ჟურნალისტზე განხორციელდა. ათეულობით მათ განწლის ჭავის სამიზნე გახდა, რომელიც ქიმიური ნივთიერებებით იყო გაჯერებული და ხშირ შემთხვევაში მედიაზე მიზანმიმართული თავდასხმის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ახლა მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ჟურნალისტები სავარაუდოდ ქიმიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ აღმოჩნდნენ, რომელიც თანამედროვე ცრემლსადენი გაზის წინამორბედს წარმოადგენს. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ საქართველოში ჟურნალისტიკა სახიფათო პროფესიად იქცა, აცხადებს IPI. ცნობისათვის BBC ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში სავარაუდოდ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება კამიტე გამოიყენა. სუსმა BBC-ს მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებული ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. განცხადების თანახმად გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333 მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319 მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობას დახმარებას გულისხმობს. გამოკითხვაზე დაიბარეს ადამიანები, რომლებიც BBC-ს მიერ მომზადებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში მონაწილეობდნენ. მოთხოვნით, რომ სახელმწიფომ გაასაჯაროოს თუ რა ნივთიერება გამოიყენა 2024 წელს აქციების დაშლის დროს, ხვალ რამდენიმე აქციაა დაკითხვილი. ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები სავარაუდოდ 2026 წელს დასრულდება. კომპანია ბრიტანია კონსტრაქშენს ხელშეკრულების ვადა 2026 წლის მარტში ეწურება. ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დირექტორის ზურაბ ოიკაშვილის თქმით, სამუშაოების მიმდინარეობის ფარგლებში გარკვეული გაუთვალისწინებელი პრობლემები წარმოიქმნა, რამაც განაპირობა რეაბილიტაციის პროცესში შეფერხება. ოპერის თეატრის რეაბილიტაცია 2023 წელს დაიწყო. სამუშაოებისათვის ამ დროისათვის გამოყოფილი თანხა თითქმის 23 მილიონს უტოლდება. სამუშაოები მიმდინარეობს სამწუხაროდ კომპანიას ვადა გადაუცდა შესასრულებელი სამუშაოების ვადა, მაგრამ ახლა ჯერ კიდევ ძალაში არის ხელშეკრულების მოქმედების ვადა, აქედან გამომდინარე ექსტრემალურ სიტუაციაში უწევთ მუშაობა, მაგრამ რას ვიზამთ, ასეა. რაღაც გარკვეული ნაწილი სამუშაოების, რა თქმა უნდა, დასრულებული არის, იყო ობიექტური მიზეზები, იყო რა თქმა უნდა, სუბიექტურიც, რის გამოც, ასე ვთქვათ, გაიზარდა სამუშაოს მოცულობები. ეს პირველ რიგში დაუკავშირდა სცენის სარკის გასწორების პრობლემას, რამაც მოითხოვა სხვადასხვა რესურსის მობილიზება, მათ შორის პროექტში გარკვეული ცვლილებების შეტანა. მე უკვე ახალი პროექტის მიხედვით გაგრძელდა სამუშაოები, მაგრამ ადგილზე აღმოჩნდა ბევრი ბრჭყალებში, რა ვთქვათ, სიურპრიზი, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, სამუშაო გრძელდება და იმედი კი არა, ზუსტად ვიცით, რომ დასრულდება ძალიან კარგად და შედეგი იქნება ძალიან კარგი, მაგრამ ეს ვადების ცვლილებები რაღაცა ასე განპირობდა. და დაახლოებით როდისთვის ველოდებით სამუშაოების დასრულებას და ძალიან მიჭირს ახლა მაგ შეკითხვაზე პასუხის გაცემა, იმიტომ რომ ჩვენ ახლა მოქმედებთ აბსოლუტურად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სამუშაოების ვადასთან, ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით, სახელშეკრულება ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით და იმედია სახელშეკრულება ვადაში მოასწრებს კომპანია აღებული ვალდებულებების შესრულებას. და როგორ ოპერის თეატრს უნდა ელოდეს მაყურებელი, რა იცვლება ოპერის თეატრში, რა ახლდება და ასე შემდეგ. მოგახსენებთ, ესე იგი ოპერის თეატრი გვექნება ძალიან კარგი. როგორც იყო თავიდანვე ჩაფიქრებული,
უნდა იყოს ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით და ასეთი იქნება, რასაც ხელს შეუწყობს არა მარტო სამშენებლო ნაწილი, არამედ შეუწყობს ტექნოლოგიური ნაწილი, რაშიც გულისხმობთ სცენის მექანიზაციას, იქნება სურპრიზად დავტოვებ, მაგრამ იქნება მოძრავი სცენა, რაც ძალიან დიდ საშუალებებს მისცემს მხატვარსაც და რეჟისორსაც, იქნება სრულიად ახალი და ძალიან კარგი სტანდარტების მქონე გახმოვანების აპარატურა, ასევე განათების აპარატურა, რომელიც განათება სამწუხაროდ თითქმის შეგვიძლია ვთქვათ, რომ თეატრში არ იყო. იმიტომ რომ ის არ იყო განათება და ვერ ჯდებოდა ვერანაირ სტანდარტში. ამას გარდა ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა თეატრის იქნება გამოჩენილი ქართველი თეატრალური მხატვრის ბატონი მურაზ მურვანიძის ექსკლუზიურად ჩვენი თეატრისთვის შექმნილი ფარდა, რომელიც უკვე დასრულებული არის პრაქტიკულად და ადგილზე განთავსების შემდეგ რამდენიმე დღე დაჭირდება ბატონ მურაზს, რომ აი ზუსტად ფერები ამოიყვანოს მხატვრების ენაზე, ასე ქვია, შესაბამისად იმ გარემოში. ფარდა დასრულებულია. ასევე ძალიან საინტერესო იქნება ისევ ბატონი მურაზის ესკიზით შექმნილი და მისი მეთვალყურეობით შექმნილი ექსკლუზიური ჭაღი, რომელიც დაამშვენებს თეატრს. და მოკლედ ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცა იქნება და პრინციპში ეხლა ოდნავ თუ გავიწევი გვერდით დაინახავთ ბატონი მურაზის ჩანაფიქრს. ეს ოღონდ ჩანაფიქრის დონეზე არის ბალანჩივაძეების ოჯახი. აი ასეთი სკულპტურა აქვს მას შექმნილი, დანარჩენი უკვე ნახოთ როგორ განვითარებდა ამ სკულპტურის ბედი. შეიძლება ვიხილოთ თავად ოპერის თეატრში? შეიძლება არა, თეატრში არა, მიმდებარე ტერიტორიაზე თუ რა თქმა უნდა ამისი ინტერესი იქნება და თუ ბატონ მურაზი ამას მართლა გამოიტანს სააშკარაოზე და გაგრძელდება ამაზე მუშაობა. უბრალოდ ეს თეატრის საქმიანობაში ვერ ჯდება, მაგრამ ბალანჩივაძის სახელობის თეატრის წინ რა თქმა უნდა იქნებოდა ძალიან ღირსშესანიშნავი ბალანჩივაძეების ძეგლის არსებობა. ხალხენილად არა, მაგრამ ძალიან ბევრი სირთულის გადალახვა გვიიწევს, მაგრამ თეატრი შემოქმედებითად არ გაჩერებულა. რა თქმა უნდა, ეს ის ტემპი არ არის და ის ინტენსივობა, რომელსაც მიჩვეული ვართ და რომელიც არის საჭირო, მაგრამ თვეში 2-ჯერ, 3-ჯერ მაინც ვახერხებთ საკონცერტო შესრულებით და ეს ბოლოხანი ნახევრად თეატრალიზებული შესრულებით სპექტაკლების გამოტანას მსმენელი და მაყურებელი არაკლია, გარდა ამისა რაღაცა აქცენტები გაკეთდა საკონცერტო მოღვაწეობაზე 27 დეკემბერს თეატრის დაბადების დღეს ჩვენ კედლებში არა, მაგრამ მესხიშვილის კედლებში აღნიშნავთ და გვექნება ოთარ თაქთაქიშვილის ოპერის მთვარის მოტაცების პრემიერა ნახევრად საკონცერტო შესრულებით ან შეიძლება საკონცერტოთი. მაგრამ სამაგიეროდ თეატრი რო გაიხსნება, შემდგომ უკვე გახსნისადმი მიწყვილ კვირეულში შედგება ამ ოპერის სრულფასოვანი წარმოდგენა. და მომდევნო წლის გეგმებზეც რომ ისაუბრებს, თუ არის რაღაც კონკრეტული მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რომლის გამოყოფაც შეიძლება უკვე. მნიშვნელოვან ღონისძიებებს ასე ვერ დავაკონკრეტებ, მაგრამ იმედი არის, რომ დასრულდება სარემონტო სამუშაოები და იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი აი ეს კვირეული, რომლითაც გვინდა რომ გაიხსნას განახლებული ოპერის თეატრი და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს 26 წელს მოხდება. ბათუმის ნავთობ ტერმინალის ხელმძღვანელებმა 10,000 ტონაზე მეტი ნედლი ნავთობი პროცედურების გვერდის ავლით განკარგეს და რეზერვუარებში ნავთობის ნარჩენები განათავსეს. დაკავებულია ყაზახეთის 3 მოქალაქე. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების განმარტებით შეპესე ბათუმის ნავთობ ტერმინალის ხელმძღვანელმა პირებმა ტერმინალის რეზერვუარებში არსებული 10,000 ტონაზე მეტი განუბაჟებელი ნედლი ნავთობი, რომლის ღირებულებაც 15 მილიონ ლარს აღემატება, საბაჟო პროცედურების გვერდით ავლით და მისგან მალულად განკარგეს. ბრალდებულებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით მაღალი ხარისხის ნავთობპროდუქტების განკარგვის ფაქტის შესანიღბად საბაჟო ტერმინალის რეზერვუარში განათავსეს გამოსაყენებლად უვარგისი ნავთობის დაბინძურებული ნარჩენები. საქმეზე ინტენსიურად გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების გამოვლენის, სახელმწიფო ბიუჯეტისათვის მიყენებული ზიანის ოდენობის დადგენისა და კონტრაბანდულად შემოტანილი ნავთობის შემდგომი განკარგვის ფაქტების გამოვლენის მიზნით დანაშაულით 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ სამშენებლო ზედამხედველობის მიმართულებით 2022-2025 წლებში გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილე 11 კომპანიის მიმართ სავარაუდო შეთანხმებული ქმედებების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. საქმე ეხება კომპანიებს, რომელთა მოვალეობა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელების, ხარისხისა და სათანადო შესრულების მონიტორინგი იყო. მოკვლევის დაწყების საფუძველი საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს მიმართვა გახდა. სააგენტოს ინფორმაციით, სამინისტროსა და სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციების მიერ სხვადასხვა ტენდერზე დაკვირვებისას გამოიკვეთა გარემოებები, რომლებიც სავარაუდოდ არღვევდა კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონს. ირაკლი ლექვინაძის განმარტებით, ჩატარებული ანალიზის შედეგად გამოვლინდა ცალკეული გარემოებები, რაც ქმნიდა გონივრულ ეჭვს იმის თაობაზე, რომ ეკონომიკურ აგენტებს შორის შესაძლოა ადგილი ჰქონოდა შეთანხმებულ ქმედებას. სავარაუდო შეთანხმებული ქმედებები შეეხება რაჭის, სამეგრელოს, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში გამოცხადებულ ტენდერებს. ინფორმაცია, რომელიც ჩვენ მივიღეთ რეგიონალური განვითარების სამინისტროდან და ასევე სხვადასხვა რეგიონალური თვითმმართველობითი ერთეულებიდან, პერიოდი, რომელიც ჩვენ გავანალიზეთ, ეს არის 2020-2025 წლები, დაახლოებით 255-მდე ტენდერი, სადაც იკვეთება რიგ ტენდერებში კომპანიების მონაწილეობა ხშირ შემთხვევაში ერთი ან ორი კომპანიის, ასევე არის შემთხვევები, როდესაც სატენდერო ფასი და კომპანიების მიერ მოგებული ფასი ხშირ შემთხვევაში იდენტურია. რამაც შექმნა გონივრული ეჭვი იმის შესახებ, ხომ არ უკავშირდება აღნიშნული მიმართულებები იმას, რომ რიგ კომპანიებს შორის არის გარკვეული გარიგებები. ჩვენ დაწყებული გვაქვს მოკვლევა ამ მიმართულებით საქართველოს კონკურენციის შესახებ კანონის მე-7 მუხლი, რომელიც გულისხმობს შესაძლო გარიგებებს ამ მიმართულებით და მოკვლევა უნდა აჩვენოს, არის თუ არა მსგავსი შემთხვევები აღნიშნულ მიმართულებაში და თუ დადგინდება, რომ რიგ კომპანიების შემთხვევაში და 11 კომპანიიდან ვინც არის, ასე რომ ვთქვათ, ვინც იქნება შესაძლო გარიგების მონაწილე, ბუნებრივია მოკვლევის დასრულების შემდეგ ამისთვის გათვალისწინებულია სანქცია შესაბამისი, რომელიც გულისხმობს დაურღვევი კომპანიის მიმართ წინა წლის ფინანსური ბრუნვის 5%-მდე თანხის დაკისრებას. ჩვენ აქტიურად ვაკვირდებით სახელმწიფო შესყიდვების მიმდინარეობას ბაზარზე. ამჯერად რეგიონული განვითარების სამინისტრო მიმართა კონკურენციის სააგენტოს სამშენებლო ზედამხედველობის კონცენტრაციის შესწავლასთან დაკავშირებით. ამ ნაწილში 2022-2025 წლებში მიმდინარე ტენდერები არის საინტერესო. შესაბამისად მოხდება მოკვლევა ბაზარზე ეკონომიკურ ოპერატორებს შორის სავარაუდო გარიგების ფაქტებთან დაკავშირებით. საბიუჯეტო სახსრების ეკონომიური და პროდუქტიული განკარგვა კვლავ პრიორიტეტულია ჩვენთვის. შესაბამისად ჩვენ განვაგრძობთ დაკვირვებას ბაზარზე სხვადასხვა CPV კოდებზე განხორციელებულ შესყიდვებთან დაკავშირებით. შესაბამისად მოკვლევის შედეგების მიხედვით გატარდება შესაბამისი ღონისძიებები. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის ხელბარგის შემოწმებისას ბავშვის ხელოვნური საკვების თუნუქის ქილებში მალულად მოთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღეს. მათ შორის 760 გრამზე მეტი MDMA, 762 გრამი კლეფედრონი და 9 კილოგრამზე მეტი ფსიქოტროპული ნივთიერება კეტამინი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 263, 261, 262 და 263 მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.